ხო ძალიან მაგარი ამბავია. იუსტიციის სახლში მოვედი და უმაგრესი ამბავი მაქვს. უბრალოდ იმდენად ემოციებში ვარ ახლა, რომ არ შემიძლია რომ ბოლომდე ემოციების გარეშე რაციონალურად მოვყვე ეს ამბები. მოკლედ, შეგროვდა თანხა სრულიად და ვეკვების ოჯახს საკუთარი სამოსახლო ექნება. სწორედ ამიტომ მოვედი იუსტიციის სახლში და ჩვენ გავაკეთეთ ერთად თითოეული გაზიარებით, თითოეული მოწონებით, არ ვიცი, თითოეული კომენტარით, ინფორმაციის გავრცელებით, თითოეული ლარით, დიდი დახმარებებით, ემიგრაციით, მადლობა ყველა ემიგრანტ, ყველა ადამიანს, ვინც ამ დიდ საქმეში თითო ლარი მაინც გაიღო, პატარა აგური მაინც დადო და არ ვიცი, აი მართლა ცრემლები მომდის სიხარულის, რომ აი ასეთ სასიხარულო ამბავს ერთიანი ძალებით ჩვენ შევძელით 74,000 ლარზე მეტი მოგროვდა და შემდგომ უკვე ვეკვების ოჯახს საკუთარი სამოსახლო ექნება. სწორედ ამიტომ მოვედით იუსტიციის სახლში და შემდგომ ვიდეოში აუცილებლად ნახავთ გაგრძელებას ყველაფრისას, როგორ გადავიფორმებთ და ასე შემდგომ როგორ ექნებათ პირველად ვეკვების ოჯახს საკუთარი უძრავი ქონება. და ძალიან მაგარია, რომ მართლა ძალიან დიდი რესურსების, ძალიან დიდი ძალისხმევის ხარჯზე ყველამ ერთიანად შევძელე, არ ვიცი, მეტირება. მახსენდება ყველა ის ადამიანი, რომლებიც, რა ვიცი, ანონიმურად გვიკავშირდებოდნენ, ანონიმურად აკეთებდნენ სიკეთეს და დაფარულად და ასე შემდგომ, არ ვიცი, აი მართლა ძალიან დიდ ემოციებში ვარ. უბრალოდ